მოგესალმებით, ტელეკომპანია დიას ეთერშია, სპორტული გადაცემა სტარტი. დღეს ჩვენ კლავინდებულად როგორც წინა გადაცემაში ფეხბურთზე ვისაუბრებთ, რადგან ამის მიზეზიც ხადია გვაქვს გორის დილას ჩემპიონობა. გორის დილას სტადიონზე იმართება სემინარები. ჩვენ დღეს სტუმრად მოვიწვიოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა კომიტეტის დირექტორი ბატონი გაიოზ დალსაძე. ბატონო გაიოზ, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მნიშვნელოვანი თემა ჩემი გადმოსახედიდან მწვრთნელთა კვალიფიკაცია და რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში გაგვეცანით თქვენი კარიერული გზა გაგვეცანით და შემდეგ კონკრეტულად მწვრთნელთა კვალიფიკაციაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით თქვენ მაყურებელსაც. ჩემი სამწვრთნელო თუ საფეხბურთო კარიერა გაიმართა. დავიწყოთ საფეხბურთო კარიერა. საფეხბურთო კარიერა 5 წლის ამ უბრალოდ ფეხი როცა ავიდგე. მას შემდეგ ფეხბურთს თამაშობდი მე 5 წლიდან ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში. ვიყავი თბილისის სპარტაკში, ლოკომოტივში მეორე ლიგაში. მე თამაშობდი ლენინგრადის ზენიტის თუბშემადგენლობაში 3 წლის განმავლობაში 85, 86, 87 წლებში. 88 წელს წავედი სადირინი იყო ჩემი მწვრთნელი და ის წავიდა ხერსონში, კრისტალ ხერსონში მეორე ლიგაში სამუშაოდ, წამიყვანა მეც. გავიწვიტე იქ ახილევსის პრესი, რამაც მაიძულა რომ დამენებებინა იძულებით ფეხბურთისთვის, საფეხბურთო კარიერისთვის თავი. შესაძლოა 90 წელს შემეხმიანა ნოდარ ახალკაცი, დიდი ნოდარ ახალკაცი ღმერთმა გაანახლოს მისი სული და შემომთავაზა ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის დაწყება. საკმაოდ კარგად იყო ის გათვითცნობიერებული ჩემი საფეხბურთო კარიერის შესახებ. დავიწყე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობა დღიდან მისი დაარსებისა. მუშაობდი ბავშვთა კომიტეტში, ვიყავი გიგან ორაკიძეს ვეხმარებოდი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ჯერ კიდევ ჩვენ არ ვიყავით გაერთიანებული FIFA UEFA-ში. არ ვიყავით წევრები, ვიმუშავე თბილისის ანცი იყო ესეთი გუნდი მეორე ლიგაში იმის თავმჯდომარედ, ვიმუშავე 16 წლამდე ნაკრების თავმჯდომარედ 93, 14, 15 წლებში. ვიყავი თბილისის რუსთავის მთავარი მწვრთნელი უმაღლეს ლიგაში და წყალტუბოს სამგურალის უმაღლესი ლიგის მთავარი მწვრთნელი. ვიყავი თბილისის ამერის მთავარი მწვრთნელი და შემდგომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გარდა ამისა, ვარ მწვრთნელთა განათლების დირექტორი, ვარ UEFA-ს grassroots კომისიის წევრი, ვარ UEFA-ს ინსტრუქტორი და ფაქტიურად უკვე 25 წლის სტაჟი ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის. უამრავი კონფერენციის და სემინარის კიდევ ერთი სიტყვით უდიდესი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და მისასალმებელია ის. ბატონო გაიოზ, არსებობს მწვრთნელთა კვალიფიკაციაში დონეები. თითოეულ დონეზე ცალ-ცალკე მოკლედ რომ ვისაუბროთ ჩვენ ტელემაყურებლისთვის. მოკლედ რომ ვისაუბროთ, პირამიდული სისტემა, ეს არის UEFA-ს მიერ შემოღებული ახალი სისტემა, პასუხისმგებლები განათლებაზე არიან ფედერაციები, ადგილობრივი ფედერაციები და შესაბამისი ვალდებულებები გააჩნია როგორც UEFA-ს თავის მხრივ ფეხბურთის ფედერაციასაც UEFA-ს წინაშე ამ განათლების ვალდებულებები, ესე ვთქვათ, ლიცენზიის საფეხური მოიცავს ბავშვთა სფეროში მუშაობის უფლებას და ვალდებულებას. შემდგომი საფეხური არის ალიცენზია, რომელიც მოიცავს ზემო უფროსი ასაკის ახალგაზრდებთან მუშაობას და ასევე სამოყვარულო სექტორს და დონე, რომელიც პროფესიულ დონეზე პროფესიონალი მწვრთნელებისთვის არის. მოკლედ ესე შეიძლება ითქვას. ანუ და თითოეული ამ კატეგორიის მოპოვებისთვის ზოგადად რა არის საჭირო? ასე მოკლედ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, მაგრამ პირველი აუცილებელია სამწვრთნელო გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი
შემდგომ შესაბამისი აპლიკაციის შევსება და შესაბამისი მოთხოვნები საბუთების დაახლოებით 160 საათიანი პროგრამის ხანგრძლივობა ბ-ლიცენზიაზე, თეორიული და პრაქტიკული, მერე გამოცდები და გამოცდების შედეგად შეფასებები და ამ შეფასებების შედეგად უკვე მწვრთნელების, ესე ვთქვათ, გაშვება საკუთარ კლუბებში. შემდგომ კვლავ მინიმუმ 1 წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება უკვე ბ-ლიცენზიის მიღებით, ისევ დაახლოებით 180 საათი ალიცენზიისთვის, თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაღრმავებული სწავლება, უფრო მეტი ტაქტიკის და სტრატეგიის დაუფლება, ფსიქოლოგიური საკითხების და პედაგოგიკის და ასე შემდეგ, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციების, კვლავ გამოცდები, როგორც წერით, ისევე თეორიულ და ისევე პრაქტიკულ ნაწილში, შემდგომ კვლავ შეფასებები, შესაბამისი შეფასებების დამიხედვით დაკვალიანება მწვრთნელების კლუბებში, სკოლებში და ასე შემდეგ. კვლავ მინიმუმ ხას უსვავ მინიმუმ 1 წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება და უკვე პროფესიონალ დონეზე, სადაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, ანალიტიკური ანალიზი და შესაბამისი გამოცდილების და ცოდნის მიღება და კვლავ გამოცდები და ამ გამოცდების შედეგად უკვე პროდიპლომის მიღება. ძალზედ პირამიდული სისტემაა, თუ ვთქვათ, ჩვენ ბ-ლიცენზიაზე წელიწადში შეიძლება მაქსიმუმ გამოუშვათ მხოლოდ 100 მწვრთნელი, 100 კანდიდატი, ალიცენზიაზე მხოლოდ მაქსიმუმ წელიწადში 25-ია შესაძლებელი და პროდონეზე 2 წელიწადში 15. ეს ყველა ქვეყანაში ესეთი ზღვარია დადგენილი, UEFA-ს სტანდარტია თუ საქართველოს? რომელ ზღვარზე ვსაუბრობ? ანუ მწვრთნელთა რაოდენობას გულისხმობ. რაოდენობა თითო ჯგუფში 25-ზე მეტი ეს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დაახლოებით ის რაოდენობაა, რომელიც ეფექტური სწავლებისთვის არის გამოსადეგი და მიზანშეწონილი, ვინაიდან თუ კი მეტი იქნებიან კანდიდატები, უბრალოდ სწავლებისთვის კაი ატმოსფერო და კაი გარემო არ იქნება და ეს მნიშვნელოვანია. და ასაკობრივ იმ რთულ პროფესიაში და იმ რთულ საქმიანობაში, რასაც ფეხბურთის მწვრთნელის პროფესია ქვია. მეთანხმებით 100%. და ასაკობრივ ზღვარზე რას ვიტყოდით? აი მაგალითად პროდონეზე, ბედონეზე რა ასაკობრივი ზღვარები არსებობს? ზღვრები. თქვენ ნახავთ, რომ როგორი ესე ვთქვათ, პროფილის მწვრთნელები იქნებიან ჩვენთან. ნახავთ, რომ ეხლა მაგალითად როგორ გითხრათ რა, პროდონეზე ჩვენთან ეხლა სწავლობენ და აი გამოცდების ჩაბარების პერიოდი მოდის შემოდგომისთვის და ჩვენთან არის საშა ჩივაძე, ჩვენთან არის გაბელია, ჩვენთან არის სოსო ფრუიძე, ჩვენთან არიან ესე თუ ასაკობრივი მეებზე ვიტყვით და ამავე დროს ჩვენ ყვანან ახალგაზრდები, ესეთები როგორიც არიან დევდარიანი, მაისურაძე, ცეცაძე და ასე შემდეგ რა. ანუ ზღვარი არ არის განსაზღვრელი. რაღაც მოთხოვნებია, ის მოთხოვნები არის გასაგები, რომელიც აუცილებელია. რომელიც აუცილებელია. თქვენ შეხება გქონიათ UEFA-ს სტანდარტებთან და მოკლედ რომ მიმოვიხილოთ ევროპულ სტანდარტებთან რამდენად ახლოს ვართ და რა არის ევროპაში და რა უნდა იყოს საქართველოში? ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ფეხბურთმა ბოლო წლების მანძილზე. თუნდაც იმ 80-იან წლებთან მიმართებაში შემიძლია აქვე მოვიყვანო იოხიმ ლიოვის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ 2002 წლის მერე ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ჩვენი ფილოსოფია და მივატოვეთ, ესე ვთქვათ, რეაქტიული თამაში და გადავერთეთ აი იმ საფეხბურთო ფილოსოფიაზე, იმ თამაშზე, რომელიც დღეს აქვს. წარმოგიდგენიათ გერმანიის ნაკრები, გერმანელები, როდესაც ესე ფიქრობენ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ჭკვიანი ადამიანები იყვნენ, ბევრი მაჩვენებელი გაზარდეს. ეს ტენდენციები დღესაც მიმდინარეობს, ძალზედ განვითარდა ფეხბურთი და ჩვენ გვჭირდება და გვმართებს და ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ამ ტენდენციებს არ ჩამოვჩეთ და გავუსწორდეთ. გვაქვს შესაძლებლობა კიდეც რომ ავყვეთ მაგ ტენდენციებს? ყველაფერია შესაძლებელი, შეუძლებელი ამ ქვეყანაში, ბუნებაში შეუძლებელია, ჩემთვის მე ესე მგონია ფეხბურთში, ვინაიდან ფეხბურთი არის ქართველი ხალხის, ქართველი ადამიანის გენში, ტრადიციაში, ისტორიაში, კულტურაში და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს დიდი პოტენციალი და ნიჭი გამოვიყენოთ, მაგრამ მარტო პოტენციალი და მარტო ნიჭი არ არის საკმარისი. საჭირო არის
ძალიან ბევრი შრომა. ესე რო ვთქვა, უხეშად 10% ნიჭია 90% შრომა. მაგრამ არა შრომისთვის, არამედ მიზანმიმართული, გონიერი და ჭკვიანური შრომა. თქვენ ასევე ბატონო გაიოზ ბრძანდებით გრასრუტის, უეფას გრასრუტის ფედერაციის წევრი, კომისიის წევრი უკაცრავად, რას მოიცავს ეს თქვენი სამოყვარულო სექტორს? და უშუალოდ სამოყვარულო ყველა დონის არაპროფესიონალური, არაელიტური ფეხბურთი, ეს არის გრასრუტი, გრას ბალახს ნიშნავს და გრასრუტი ბალახის ფესვებს. იმისთვის თუ გვინდა ჩვენ ფეხბურთი განვავითაროთ, ამ საფუძვლის გარეშე შეუძლებელია პროფესიონალური ფეხბურთის განვითარება და ამას კიდევ სხვა თანდევი პროცესები ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი. რა ახლა ორი სიტყვით ამაზე ლაპარაკი ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ დამერწმუნეთ რომ თუ ჩვენ ფეხბურთის განვითარება გვინდა, მასობრივი ფეხბურთის გარეშე შეუძლებელი იქნება. მაგალითისთვის რომ ავიღოთ ინგლისში სამოყვარულო ფეხბურთი ზარზედ მაღალ დონეზეა განვითარებული და ზუსტად მაგედან ვიღებთ ასაკობრივ ლიგებს, პრემიერ ლიგას, შეუძლებელია თუ არა სამოყვარული გუნდები, სამოყვარულო გუნდები და ასაკობრივი გუნდები ვერ მივიღებთ დიდ შედეგს. რა ხდება საქართველოში, როგორ არის განვითარებული ასაკობრივი ფეხბურთი და თუ არის სამოყვარულო ფეხბურთის კულტურა დღეს საქართველოში? მე მოკლედ ციფრებით შემიძლია ვისაუბრო, რომ პირამიდულ სისტემას თუ წარმოვიდგენთ, პირამიდის ზედა ნაწილი, ესე ვთქვათ, სახურავის წვერი არის პროფესიული ფეხბურთი. პროფესიულმა ფეხბურთმა შევსება უნდა მიიღოს ელიტური საფეხბურთო სკოლებიდან და აკადემიებიდან. ანუ ჩვენ თუ გვინდა კვალიფიციური კადრები მივიღოთ პროფესიულ ფეხბურთში, ეს ფეხბურთელები დღევანდელი მოთხოვნებით უნდა იყვნენ კარგად მომზადებულები და კარგად განსწავლულები. სად მიიღებ ამ კარგად განსწავლულ და კარგად მომზადებულ ფეხბურთელს თუ არა კარგად მომზადებულ კომპეტენტურ სასწავლებელში. ეს ხო ნონსენსია, ნებისმიერ სფეროში ესეა. ანუ საჭიროა კარგი სასწავლებლები. კარგი სასწავლებლები არის ქვედა საფეხური პროფესიული ფეხბურთის. მაგრამ ამ ორივე ნაწილის ძირითადი საფუძველი არის სწორედ მასობრიობა, რაოდენობა. რომ გითხრათ დღეს კითხვა რო დავსვა იქითკენ პირიქით, რამდენი საფეხბურთო აკადემია გვაქვს დღეს საქართველოში? ძალიან მცირე რაოდენობით, ისიც თბილისში, დედაქალაქში გვაქვს საფეხბურთო აკადემია. შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის არ აქვს. ველოდებით კვალიფიციური კადრების შევსებას და ამ დროს არ აქვს ესეთი სასწავლებლები. ეს ერთი საკითხი. ეხლა იმისთვის, რომ მიიღონ საფუძველი, მყარი საფუძველი ამ აკადემიებმა და პროფესიონალ ფეხბურთმა არის მასობრივი ფეხბურთი. ამისთვის საჭიროა და მნიშვნელოვანია რაოდენობა. კიდევ ერთ კითხვას დავსვავ, როგორ ფიქრობთ, რა რაოდენობის ფეხბურთელები ყავთ, თქვათ, ჩვენ ხელა ნორვეგიაში და რა რაოდენობა არის საქართველოში? ძალიან, ანუ დიდი ზღვარი არსებობს, მეც მქონდა დაახლოებით 400,000 რეგისტრირებული ფეხბურთელი ყავს. ნუ ჩვენ ხელა ნორვეგიას, მაშინ როდესაც საქართველოში მხოლოდ 17,000-ია დღეს. პორტუგალია ავიღოთ მაგალითისთვის. ანალოგიური ციფრებია იქაც. გერმანელებს გეტყვით, რომ აქვთ 6,800,000 რეგისტრირებული ფეხბურთელი, იმისთვის, რომ შესაბამისი რაოდენობის ფეხბურთელები იყვნენ, საჭიროა შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა და შესაბამისი რაოდენობის მწვრთნელები. ეს ციფრები რო შევადაროთ, ჩვენ გვაქვს ეს ოფიციალური მონაცემები და სტატისტიკა, ნახავთ, რომ სავალალო მდგომარეობაა. ერთ-ერთი მიზეზიც ის არის, გეტყვით, რომ დღესდღეობით მაგალითად თბილისში ჩვენ ბოლო წლების მანძილზე დავყარგეთ დაახლოებით 9 სრულფასოვანი 105-68-ზე ზომის სტადიონი და ამ ბავშვებს სათამაშო აღარსად აღარ აქვთ ადამიანებს. ამით მასობრიობა დაიკარგა, აღარ არის აკადემიები, ვეღარ ღებულობ შევსებას პროფესიული ფეხბურთი და ერთ-ერთი პრობლემა ეს არის სწორედ ჩვენს რეალობაში ფეხბურთის რეალური მდგომარეობა. 21 საუკუნეში ყველა სფეროში განვითარება დაკავშირებულია ფინანსებთან. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, რომ ფოთში დაიწყო ქართული ფეხბურთის აკვანი და ასე ფოთი ფეხბურთის ქალაქია, თუ არ ექნება იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სტადიონი არ ექნება, ბავშვთა აკადემია არ ექნება, რა ვილაპარაკოთ ჩვენ კი არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა იკარგება იმის გულისთვის, რომ არ აქვს შესაბამისი სულ ყველაფერს თავიდანვარებოთ, მინდორი არ აქვს, რომ იმათმა ითამაშონ. აი თქვენი აზრით
ანუ კარგია შორს გახედვა მომავლის ასე ვთქვათ გეგმების დაგეგმა, მაგრამ დღესდღეობით რა არის საჭირო რეგიონებში არის ძალიან ცუდი სიტუაცია ბავშვთა ფეხბურთთან დაკავშირებით. კი არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ არ არის შესაბამისი კვალიფიციური მწვრთნელები და არ არის შესაბამისი პირობები. მე მინდა უფრო ფართეჭრილში შევხედო ამ საკითხს და როგორც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა მინდა გითხრათ, რომ წლების მანძილზე ქართული ფეხბურთის შევსება სწორედ რეგიონებიდან დებულობდა. თბილისი არ იყო მარტო ერთი მასაზრდოებელი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღესაც ხვალაც და მომავალში რომ განმოვითაროთ სწორედ რეგიონები. ვინაიდან აქედან გვინდა რომ მივიღოთ შევსება, თუმცა არც თუ ისეთ შორეულ წარსულში თუ გავიხედებით, ნახავთ რომ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აქცენტი და პრიორიტეტი გააკეთა პირდაპირ პროფესიულ ფეხბურთზე, მოიწვიეს უცხოელი მწვრთნელები, გადაწყვიტეს რომ თუ უცხოელები გვეყოლებიან აუცილებლად შედეგს მიაღწევდნენ და სწრაფად ეს არის ნონსენსი. ეს არის სწორედ იმ საკითხების კარგად არცოდნა, რომელზეც ახლა ჩვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით და ეს დიდი ფული ჩაიდო მაღალ ანაზღაურებად მწვრთნელებში და ეს იყო შეცდომა სწორედ. ამიტომ თუ პრიორიტეტებად რა თქმა უნდა ფინანსები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ გონიერი თავი არის საჭირო და უფრო მნიშვნელოვანი თუ განსაზღვრავთ ჩვენ რომ რეგიონებია მნიშვნელოვანი, თუ განსაზღვრავთ რომ ახალგაზრდული ფეხბურთია, თუ ვიტყვით რომ მასობრიობა, თუ ვიტყვით რომ ამისთვის საჭიროა რაღაც გარკვეული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, ვინაიდან თუ ვიტყვით რაოდენობა იზრდება, ის რაოდენობა რაღაც გარკვეული რაოდენობის მოედნებზე უნდა იყოს დატეული, სხვანაირად ვერაფერ ვერ მოხდება. რო დავთვალოთ, რამდენი მოედანი გვაქვს, რამდენია საჭირო, როგორი მწვრთნელები არიან, ამის შემდგომ, ანუ მიზანი უნდა იყოს პირველ რიგში სწორედ დასახული. რეალური ანალიზი, შემდგომ უნდა იყოს სწორი მიზანი დასახული, შემდეგ უნდა იყოს განსაზღვრული ფილოსოფია, სტილი, შემდეგ შედეგი. გეგმა, პროგრამა, როგორ მივიდეთ ამ გზიდან, ამ გზით, ამ მიზნის მისაღწევად და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიმღებები ის ადამიანები, ვინაც ამას კონკრეტულად განახორციელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი იქნება წყლის ნახვა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით მწვრთნელების კვალიფიკაციაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც სემინარები დღეს გორის დილას სტადიონზე იმართება. რა სიტყოდით, მგონი არა მარტო რეგიონებში, არამედ თბილისშიც არაკვალიფიციური მწვრთნელების პრობლემა დგას. იმართება თუ არა ანალოგიური სემინარები სხვა ქალაქებსა და სხვა რეგიონებში. ზუსტად ამიტომ ჩვენ გორში რომ გვაინტერესებს ეს რეგიონი, გვაინტერესებს რეგიონები, მოგწონს ის მიდგომა, რაც გააჩნია ქვეყნის ხელმძღვანელობას ამ რეგიონთან მიმართებაში. ჩვენ ნახეთ როგორი საქმიანი, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი ორგანო ყავს გორის დილას და შესანიშნავი ახალგაზრდები არიან აქ თავმოყრილები, მისი ხელმძღვანელების, მთავარი მწვრთნელის და მთლიანად სტაფის ერთობლიობით, ესე ვთქვათ, რომლებმაც რაღაც ლოკალურ ამოცანას მიაღწიეს, დიდი წარმატება გორი პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა საქართველოს ჩემპიონი. დავინახეთ ეს ინტერესი, დავინახეთ მათი მიდგომა და ხედვა ფეხბურთის განვითარების მიმართ, ამ ხალხმა რაღაც გარკვეული ცოდნა მიიღეს, ყავდა უამრავჯერ საზღვარგარეთ წაყვანილი ეს ხალხი, ანუ იციან რა ხდება ფეხბურთში, რა უნდა თავზე გადაკლული პატიოსანი წესიერი ადამიანები არიან, გახსნილი გონებით და ჩვენც გვინდა რომ მათ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ, დავეხმაროთ, თუმცა მარტო ბრძოლა ესე ერთი მეომარი კბილებამდე შეიარაღებულ მეტოქეს ვერ მოუგებს, თუ სხვა თანმხვედრი პროცესები არ განვითარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებში რომ შევიდეთ, ახლა ამის დრო არ გვეყოფა რა. კი ბატონო, აი ზუსტად მაგის აღნიშვნა მინდოდა, გორში ზუსტად სწორი პოლიტიკა ვითარდება ფეხბურთთან დაკავშირებით, ყავს ის ასაკობრივი გუნდები, რომელმაც შემდეგ გორის დილას მთავარი გუნდი უნდა შეავსოს. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს ასაკობრივი გუნდების კარგი ასპარეზობა ევრო ტურნირებზე, მაგრამ თუმცა არსებობს მაინც ისეთი რეგიონები, სადაც აი საერთოდ არანაირი პროგრესი არ ჩანს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში. ამიტომაც თქვით მიზანი. კი. პირველ რიგში უნდა დაისახოს რეალური მიზანი, გაკეთდეს ანალიზი, დაისახოს რეალური მიზანი. რა მიზანი გვაქვს? რა გვინდა? მე დღემდე ვერ მივიღე ეს პასუხი რა. რა გვინდა? იძახიან რომ ჩვენ გვინდა
ეს მოვიგოთ და ამისთვის უნდა მოვიყვანოთ ესეთი მწვრთნელი, კი ბატონო მოიყვანეს მწვრთნელები, დახარჯეს εν რაოდენობით თანხა. თქვენ რაიმე ცვლილება ნახეთ? არასტიკი რეალობა ეს ხალხი ვინაც ამ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. ვინ გადაწყვიტა რომ პრიორიტეტი არის ეს? არ არის პრიორიტეტი რეგიონებში ფეხბურთის განვითარება. არ არის პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ვინ გადაწყვიტა? ვიღაცამ ხო მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეგ მაღალ ეშელონებზე წყდება, ეგეთი საკითხი. ხო, მაღალ ეშელონებში წყდება, ჩვენ რა გავქნათ რა? რატომ გვიკვირს რომ დღეს ესეთი მდგომარეობა იმ ადგილებში, სადაც ნიშნულოვანია, იმიტომ ვინაიდან ფეხბურთს არა მარტო საფეხბურთო და სპორტული მნიშვნელობა აქვს, დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო. ამაზე ხშირად ვერ ფიქრობენ და სწორედ ეს მომწონს მეთქი ამ თქვენ რეგიონში, ეს რაც დავინახე, რაც გაკეთდა ამ მოკლე დროის მანძილზე და სასიხარულოა. თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, ისევ ვიძახი იმ მიზნებისთვის, ვინაიდან ახლა იქნება ევროპული ასპარეზი, ევროპასთან გამკლავება კი იოლი არ იქნება რა. ამ რესურსებით და ამ თანხებით როგორ გითხრათ, აი შარშან მე უყურებდი მაგალითად ჩიხურა ეთამაშებოდა ბურსასპორტს შეხვდა, ბაქოს ნეფჩი შეხვდა. ჩიხურას ბიუჯეტი იყო 1 მილიონი და ბურსასპორტის იყო 50 მილიონი ევრო და ეხლა ეგ რას ნიშნავს, რომ იმას ყველაფერი მათ შორის ფეხბურთელების რესურსი და ასე შემდეგ გააჩნია. საიდან უნდა მიიღოს იგივე რესურსები ეხლა ჩვენმა გუნდებმა? ბატონო გაიზ ალბათ დამეთანხმებით ჩემი აზრით, ანუ კი რა თქმა უნდა საჭიროა კვალიფიციური მწვრთნელები, მაგრამ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, აი უნიშნელოვანესი ფაქტორია ფეხბურთელისთვის აღზრდა. ის რომ მივარჯიშებს თუ შესაბამისი კვება არ ქონდა, შესაბამისი სათამაშო დრო არ ქონდა, გამოცდილება ევროპაში სხვადასხვა შეკრებებზე თუ არ არის ნამყოფი, ელემენტარული მარტო ვარჯიშით მე მგონი ვერაფერს ვერ მიაღწევს, ხო? და ზუსტად უამრავი დეტალია სწორედ იმიტომ ვიძახი. მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ თუ გინდა ევროპულ და თანამედროვე სტანდარტებს მივუახლოვდეთ, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ანალიზი რა აქვთ უკვე დღეს ევროპელებს. მე შემიძლია ეს დაგისახელოთ დეტალებში უამრავი ნიუანსი, რომელიც განავითარეს ევროპელებმა. ეხლა იგივე გვჭირდება ჩვენ რომ გავაკეთოთ, მაგრამ არის რაღაც პროცესები, რომლებიც შესაძლებელია გვიან ასაკში განვითარდეს, არის რომელსაც გრძელვადიანი პროცესებია და გრძელვადიანი და ხანგრძლივი მუშაობა ჭირდება რა. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენთან უნდათ უცებ შედეგის მიღება. ჩვენთან თვლიან რომ ფეხბურთი ყველა მიცის. ჩვენთან თვლიან რომ ვინაიდან ჩვენ 1900 წელს ავიღეთ თასი, მოვიგეთ ის და ყავდა პაიჭაძე, მესხი ესე შემდეგ დღესაც უნდა მოვიგოთ, მაგრამ ესე არ არის განვითარდა ეს ფეხბურთი. ჩვენ ისევ იმ ადგილზე დავჭით სამწუხაროდ იმ დონემდეც არა ვართ მისულები, მაშინ როდესაც ჭკვიანი ადამიანები იჯდნენ, მუშაობდნენ, ავითარებდნენ ინფრასტრუქტურას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, მასობრივ ფეხბურთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დღეს მიაღწიეს ამ შედეგებს. ჩვენ გვინდა ერთი ხელის დასმით, ერთი ხელის დარტყმით უცებ დღეს რაღაც მოვიგოთ, ესე არ არის. თუ იმ პროცესებს არ ავყვებით და იმ ნაბიჯებს არ გადავდგათ, რაც მნიშვნელოვანია, შეუძლებელი იქნება წარმატების მიღწევა. გესახმებით, აი გერმანიის მაგალითი მოიყვანეთ, ანუ ფეხბურთი ყოველწლიურად ვითარდება. ერთი წლის უკან ნებისმიერ მატჩს რომ შეხედო, აი რადიკალურად განსხვავებული სათამაშო სქემა, სათამაშო, ანუ წყობა სხვანაირია, სხვანაირი სისწრაფეებია, სხვანაირი მიდგომა, აი არის მართლა შეხება მქონია მეც და რეგიონებში არის, ანუ დარჩენილი ისევ 70-იანი წლების, 80-იანი წლების პოლიტიკა ფეხბურთთან მიდგომაში, რომ ისევ ანალოგიური ვარჯიშები აქვთ კი გეთანხმებით, აიაქსის, მაგალითად პორტუგალიის ნებისმიერი გუნდის ვარჯიშები და მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ის 90-იან, 95-იან წლებში იყო იმ გუნდისთვის მორგებული და დღეს არ არის მორგებული, დღეს ქართული ფეხბურთისთვის. ანალოგიურად ყავთ ფიზმომზადების მწვრთნელები, რომელიც ორიენტირებულია და ანუ გამიჯნულია ოსნების აღზრდაზე და არ არის ფეხბურთელის ფიზიკურად აღზრდაზე. ის ასწავლის როგორ უნდა გაიქცეს მძლეოსანი და არ ასწავლის იმ კონდიციებს როგორ უნდა იმოძრავოს მოედანზე ფეხბურთელმა. აი მართლა იგა ჩვენ ასეთი რაღაც სულისკვეთება აღმოგვაჩნდა, რომ ყველაფერი გვინდა 2 წელიწადში, 1 წელიწადში მივახციოთ, მაგრამ ეგრე არ ხდება და მისასალმებელია და თუ ვინმე ვიცის ეს know-how წარადგინოს UEFA-ში დამერწმუნეთ რომ
ნობელის პრემიას ვერა, მაგრამ რაღაც რაღაც დიდ ჯილდოს მიიღებს უეჭველი, ვინც ესეთი შარლატანები, რომლებიც თავს თვლიან ესეთ ჭკვიან იმეებად რა. სხვა პროცესებია, სწორედ ამაშია განსხვავება. თქვენ როგორც ჟურნალისტი უფრო მეტს ხედავთ, მაგრამ პროფესიონალებმა მეტი დეტალები იციან, მეტი სიღრმეები და ესე არ არის. სწორედ იმიტომ ვლაპარაკობ, ვინ არიან ეს გადაწყვეტილების მიღებები მეთქი, რომლებიც თვლიან, რომ აი ამ ნაბიჯს თუ გადავდგავთ, всё, გაფრინდება უკვე რა. ესე არ არის ეს ნაბიჯები, ესე არ არის. აქ არსებობს რთული ფიზიოლოგიური მეცნიერება, ანალიზი, ტექნოლოგიები, უამრავი ადამიანია ჩართული, უამრავ ინფორმაციას ღებულობენ და ფლობენ და აკეთებენ და მიზანმიმართულად მუშაობს ხალხი და ესენი ეძახიან, რომ მე ფეხბურთი ვიცი, ვინაიდან, როდესღაც ვიღაცას რაღაც უთამაშია და თავისუფლებას აძლევენ, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ ამ მნიშვნელოვან პროცესში და საკითხში რა. გასაგებია. ჩვენ რა ვიცი, მე მგონი ამ მოკლე დროში შევძელით რაღაც ჩვენი ტელემაყურებლისთვის და არა მარტო გეჩვენებინა თუ რა არის აი სუმცირე დოზით მაინც ფეხბურთის განვითარებისთვის საჭირო ისეთ საინტერესოდ საუბრობდით, უბრალოდ არ შემიძლია არ აღნიშნო რომ აი ძალიან კარგი მოსაუბრე ხართ, ძალიან კარგი რესპონდენტი ხართ და თქვენაირი ადამიანების ყველა საქართველოში და საქართველოს ფეხბურთის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ თუ არა გამოცილი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებული პროფესიონალი კადრი ჩვენ ვერ მივიღებთ კარგ ფეხბურთს, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე კიდე ზედმეტია ლაპარაკი. ახლა ზუსტად ასეთი ნაბიჯები იდგმება დღეს გორში. საუბრობდით, გორში ტარდება ლექციები, სემინარები, თუ შეიძლება ამ ლექციების პრაქტიკულ და თვითონ ამ ლექციების ანუ სტრუქტურულ მხარეზე გვესაუბროთ, რა შინაარს ატარებს და რამდენი მწვრთნელი იღებს ამ ლექციებს და სემინარებში მონაწილეობას. 25 კანდიდატი ყავს, როგორც გითხარით, სამწუხაროდ მეც ვერ ვიღებთ, მაგრამ მათთვის შემდგომში გახსნილი იქნება კარები. 7 მწვრთნელი არის გორიდან და ჩვენთვის ასიხარულოა ეს. თუ კი ვილაპარაკებთ მწვრთნელის პროფილზე, განსხვავებული პროფილებია და ეს პიროვნული თვისებები მნიშვნელოვანია მიუხედავად მიღებული ცოდნისა, როგორი პროფილი გააჩნია, ვინაიდან ვიღაცა შეიძლება იყოს კარგი ასისტენტი, ვიღაცა შეიძლება იყოს კარგი ანალიტიკი, ვიღაცა ბავშვთა სფეროში მომუშავე კარგი მწვრთნელი, ვიღაცა მეკარეების მწვრთნელი, ვიღაცა ნამდვილი ლიდერი რა. ესეთები ცოტანი არიან, მათ შორის მათი თვისებები დამყარებულია აუცილებლად კარგ ცოდნაზე, პლუს კარგი კომუნიკაციის უნარი, კარგი განათლება, კარგი პიროვნული თვისებები და კარგი მენეჯერული და ასე შემდეგ რა. მთელი რიგი პროცესებია, რომელიც აუცილებლად უნდა ახლდეს ცოდნასთან ერთად ამ მწვრთნელებს. რაც შეეხება სტრუქტურას, როგორც გითხარით, თეორიული და პრაქტიკული ნაწილია, გვაქვს როგორც ტექნიკის, ტაქტიკის, ესევე საფეხბურთო ფიტნესის, ფეხბურთის ფიზმომზადების, ესევე ფსიქოლოგიის და მენტალური მომზადების მხრივ გვეყოლებიან უამრავი სპიკერები, მათ შორის უცხოეთიდან, გვეყოლებიან იტალიიდან, ჰოლანდიიდან, შესაძლებელია პორტუგალიიდანაც ყავდეს სტუმარი და ნუ აი ესეთნაირად საინტერესოდ შევეცდებით მათთვის გასაგებ ენაზე იმ თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებიდან გამომდინარე, იმ მოთხოვნებიდან, რაც საჭიროა დღევანდელ ფეხბურთში, რომ ეს სიახლეები გადავცეთ მწვრთნელებს. ბევრი იქნება ანალიტიკური სამუშაო, ბევრს ვამუშავებთ მათ თავათაც, რომ კარგად გაერკვნენ და ისწავლონ, რაზე მიდის მუშაობა და ნუ ესე ვცდილობ ვიფიქრობთ, რომ საინტერესო, მრავალფეროვანი და მათთვის სასარგებლო სამუშაო იქნება. თუმცა ეს არ არის საკმარისი, კიდევ სხვა ბევრი თანმხედრი პროცესები თუ არ განვითარდება. კი, აი გისმენთ და ეხა აი მართლა მსიამოვნებს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ჩამოთვალეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის. აი სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ყველანაირი პროფესიონალის მწვრთნელს თუ არ ქონდა, აი განსხვავებული მიდგომა, ქარიზმატული უნარები თუ არ ქონდა, რომ მოედან ჯერ ფეხბურთელს მიუდგეს, მწვრთნელი არის პედაგოგი, ხო იგივე ფეხბურთელთან მიდგომა, ყველა ფეხბურთელს განსხვავებული მიდგომა. ასაკში აუცილებლად მასწავლებელი და აღზრდელია. შემდგომ თავდება მასწავლებელი და იწყება უკვე მწვრთნელი. პროფესიონალებში რა თქმა უნდა მწვრთნელია საჭირო. ბავშვთა ფეხბურთში აუცილებლად კარგი მასწავლებელი და აღზრდელი უნდა იყოს. ყველაფერი ეს ისე არის სტრუქტურულად დაყოფილი, ხა უბრალოდ ორ სიტყვაში მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს სჭირდება გორს. ეს ხარვეზი, რაც მგონია რომ საჭიროებს უფრო მეტ დამუშავებას იმისთვის, რომ 10-15 წლის მერე კარგი პროდუქცია მიიღოს უფრო.
მოდით დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენი აზრით როგორი დონეა დღეს სამწვრთნელო შტაბში გორში, გორის დილას გულისხმობ, არ აქვს მნიშვნელობა ასაკობრივზეც თქვათ და უმაღლესი ლიგის მწვრთნელებზეც თქვათ. ცდილობენ, სწავლობენ, ცდილობა არის უდაოდ. მე მიხარია რომ ესეთი დიდი მონდომებით არიან, როგორც გითხარით, 7 მწვრთნელი არის ახლა გორიდან და ეს ერთ-ერთი იმპულსი იყო იმისი, რომ ჩვენ აქ ჩამოსულიყავით, მუდმივად ამათ უწევთ იქ ჩამოსვლა თბილისში და ეხლა ჩვენ ჩამოვედით მათთან. რაც შეეხება გორის დილას სამწვრთნელო სტაფს, იმას გეტყვით, რომ უჩამ თავიდან ბოლომდე გაიარა ჩვენი კურსები, ჩვენი პროგრამა და აგერ ხედავთ, რომ მეამაყება, რომ მე მან ამ შედეგს მიაღწია და ეს არის სწორედ ჩემთვის ასიხარულო და ეს არის შედეგი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რა ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მას ყველა ის თვისება აღმოაჩნდა, რაც საჭიროა ამავე დროს ესეთ ასაკში, ესეთი გუნდის მართვის და ამერწმუნეთ, რომ იოლი პროცესი არ არის და ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ფეხბურთში აისბერგის ზედა ნაწილს და რა ხდება ქვევით ეს არ ჩანს და ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული და მე ვამაყობ, რომ ამ მწვრთნელმა ამხელა წარმატებას მიაღწია და ჩემთვის ძალზედ საამაყოა. სხვა მაგალითებიც გვაქვს, მაგალითად იგივე ასკა მაისურაძემ, გია ცეცაძემ, გიორგი დევდარიანმა ესევე ევროპულ ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და ესეც ჩვენი, ესე ვთქვათ, პროდუქტია და ჩვენთან მიიღეს მათაც ეს განათლება და მიხარია, რომ რაღაცნაირად მაინც შევძელით ევროპის დონეზე ასვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, საჭიროა სხვა თანხმედრი პროცესები, თორე ცოდოები არიან ეს მწვრთნელები მარტო პირდაპირ გეტყვით კბილებამდე შეიარაღებულ ყველანაირად მომზადებულ მეტოქესთან ბრძოლას. და მე მათ შედეგი მოთხოვოთ. მე მათ შედეგი მოთხოვოთ, ზუსტად ამის თქმა მინდოდა. დიდი მადლობა ბატონო გაიოზ ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების პრაქტიკაში თუ რამე მაქვს ნანახი, მე თქვენნაირი ასე ვთქვათ, ფეხბურთის საკითხში ჭერმეტყველი და ასე ჩახედული რესპონდენტი არ მყოლია, არ მისაუბრია, აი დიდი ბედნიერება მივიღეთ ამიჯერეთ თქვენთან საუბარში. დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ, უამრავი კარგი პროფესიონალი მწვრთნელის აღზრდას გისურვებთ და ქართული ფეხბურთის აღორძინებას. ძვირფასო ტელემაყურებელო, არ გადართოთ მეორე ბლოკში ჩვენ გორის დილას აღმასრულებელ დირექტორთან ერთად დაგიბრუნდებით დროებით. დავბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებელო პირდაპირ ეთერში და როგორც შეგპირდით ჩვენთან სტუმრად არის გორის დილას აღმასრულებელი დირექტორი ვაკო დარსაძე, საქართველოს ჩემპიონის გორის დილას აღმასრულებელი დირექტორი ხაზგასმით მინდა ვთქვა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო მობრძანებისთვის, ვიცი რთული განრიგი გაქვს, გამონახე დრო და მობრძანდი, ასევე გილოცავ გორის დილას წარმატებას და თუ შეიძლება ორივე სიტყვით გაგვეცანი და შენს სამუშაოზე, შენს კომპეტენციებზე გვესაუბრი. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც უყურებს თქვენ გადაცემას. მინდა გითხრათ, საკმაოდ საინტერესო გადაცემა გაგვდეთ. ძალიან გასახარია ის მომენტი, რომ თქვენ აშუქებთ დღესდღეობით ისევ სპორტის სიახლეებს, ხოლო სპორტი, როგორც ვიცით, სოციალური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია და შესაბამისად, მადლობთ, რომ ამხელა ყურადღებას უსკუთვნებთ ამ ასპექტს. რაც შეეხება ჩემ თავს, როგორც გვეახსენეთ, გახლავართ გორის დილას აღმასრულებელი დირექტორი. მთელი ჩემი ცხოვრება აქამდე ფეხბურთს დაუთმე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვთქვათ, დიდი ფეხბურთი არ მითამაშია, მაინც ფეხბურთში მოვაწევ მთელი ჩემი ცხოვრება. პარალელურად მინდა გითხრათ, რომ უკვე 7 წელია ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ. გარდა ამისა, 2 წელი ვსწავლობდი შვეიცარიაში საფეხბურთო მენეჯმენტს. და ახლა სულ რამოდენიმე ხნის წინათ დაახლოებით 7 თვე არის ნოემბრის თვიდან დავიწყე მუშაობა გორის დილაში. ეს საყვარელ კლუბში ალბათ, საამაყო კლუბში დიახ და მეც მეამაყება რომ ამ გუნდის წევრი ვარ. თან იმ პერიოდში, როდესაც პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. არ ვიტყოდი რომ თანამდებობას აქვს მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ვიტყოდი რომ მნიშვნელობა არის ის, რომ შეიკრიბა ერთი გუნდი, რომელმაც მე მგონი საკმაოდ საინტერესო შედეგი გვაჩვენა. თითქმის როგორც აღნიშნე, ერთი სეზონის მანძილზეა გორის დილას, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში ხარ და შენი აზრით, შენი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, გუნდმა შეასრულა თავისი პროგრამა მინიმუმი თუ არა მაქსიმუმი? ცოტა მეუცნაურება თქვენი კითხვა სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და არ ამგონი ამ შემთხვევაში ცდებოდა,
ისტორიაში პირველი შემთხვევა არის, როდესაც ოქროს მედლები ტიტული მოიპოვა გორის დილამ და მე მგონი ამას დიდი შედეგი ყოველ შემთხვევაში საქართველოს დონეზე მეტი არც არსებობს. მე მიმაჩნია რომ ეს არის არა მხოლოდ პროგრამა მაქსიმუმი ყოველთვის უფრო და უფრო მეტი არის და მე ვიტყოდი რა თქმა უნდა შეიძლება ცოტა არარეალური იქნება, მაგრამ პროგრამა მაქსიმუმი ამ შემთხვევაში იქნება რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის დონეზე თქო, მაგალითად გავხდეთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, მაგრამ რეალობიდან და ლოკალური ანალიზიდან გამომდინარე ვიტყოდი რომ საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველი შედეგი მე მგონი საამაყოა როგორც მინიმუმ. ეთანხმებით მაგ შინაარსიდან გამომდინარე ვთქვი, იმიტომ რომ თასეც ვასპარეზობდით ასევე ევრო ტურნირებზე ამ სეზონს გულისხმობ, მაგრამ რა იქნებოდა ამაზე გასახარებელი თუ არა საქართველოს ჩემპიონობა, შენი ქვეყნის ჩემპიონი გახდი, ამაზე დიდი სიხარული ფეხბურთელისთვის, რა ვიცი, იმაზე არაფერი არ არის. რას გვეტყოდი, ანუ რა ხდება გუნდში, რა ცვლილებებს გეგმავს გუნდი, რა ხდება ზუსტად, ანუ თქვენი გადმოსახედიდან როგორც დირექტორი, რა ცვლილებებს უნდა ელოდეს გულშემატკივარი გორის დილას, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში, თვითონ სტრუქტურაში. პირველ რიგში, როგორც დირექტორი, ესე ვთქვათ, მე გახლავართ ერთი უბრალო, ესე ვთქვათ, ჭანჭიკი იმდეთ მექანიზმში, რომელიც საბოლოო ჯამში ამ სასიხარულო რეზულტატს აჩვენებს გორელ და არა მარტო გორელ მოსახლეობას. ჩემი ეს მისალოცი ამბავი არის თითოეული გულშემატკივრისთვის, ვინაიდან ჩვენ ვიცით გამარჯვება რამხელა სიხარულის მომტანი არის თითოეული ადამიანისთვის და რომ ეს ავიწებს ყველა პრობლემას, ეს არ არის მარტო სპორტული ასპექტი, ეს არის სოციალური ღირებულება, რომელშიც მე მიმაჩნია რომ თითოეულმა იმ ადამიანმა იქნებოდა ეს დირექტორი, თუ იქნებოდა ეს ესე ვთქვათ რიგითი თანამშრომელი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ასევე ღირსება, რა თქმა უნდა და წარმატებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა და ის ზუსტად მაგაზეა საუბარი, თუ თქვენ და მე ვიცი რომ თქვენ დადიოდით თამაშებზე და ის ადამიანი ვის დადიოდა და ამეთანხმებით 11 თამაში, 11 ივენთი არ ყოფილა, სადაც არ იყო მაქსიმალური თავდადება, როგორც ფეხბურთელების, ისევე იმ გუნდის მხრიდან, რომელიც იდგა ამ გუნდის უკან. მე ვსაუბრობ ზუსტადაც თითოეულ თანამშრომელზე. მე მათი მეამაყება დარწმუნებული ვარ, რომ გორელ შემადგენლობასაც ეამაყება მათ. თანამშრომლების ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე სანამ ერთ პრობლემას შევეხეთ, როგორც ვიცი, გუნდს პირველ სეზონში ჰქონდა ფინანსური პრობლემები. რა სიტუაცია დღეს ანაზღაურებულია თუ არა ხელფასები, პრემიები ფეხბურთელების? მე მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის ხალხი, ვინც მუშაობდა მანამდე სანამ მოხდა გარკვეული ცვლილებები კლუბში, მათ გაწიეს უდიდესი სამუშაო. ჯერ კიდევ რამდენად ღირს ის ფაქტი, თუ როგორი სახელი გაითქვა გორის დილამ, არა მარტო საქართველოს დონეზე, არამედ ევროპული მასშტაბით, ის კოეფიციენტი, რომელიც დღესდღეობით გააჩნია გორის დილას და რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შევხვდეთ კიდევ უფრო სუსტ გუნდებს, ღვთისწყალობით თუ იქნა ასეთი გამართება, ასე ვთქვათ, არის დამსახურება ზუსტად იმ ხალხის. მათ ფაქტიურად ბრენდი, როგორც ასეთი გორის დილა მოიყვანეს რაღაც დონიდან კიდევ უფრო ზემოთ. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ ეს ბრენდი კიდევ უფრო ზემოთ ავწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახური წარუმატებელი იქნება. როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოვახერხეთ ჩემპიონობა. გაუღვივეთ სიყვარული გორულ და სხვა გულშემატკივარს გორის დილას მიერ. ეხლა ვეცდებით, რომ ევროპულ ასპარეზზე კიდევ უფრო წარმატებულად გამოვიდეთ, რა თქმა უნდა, აქ არა მარტო სპორტული შედეგი იგულისხმება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა ასპექტებშიც ჩვენ მოვახერხოთ წარმატების მიღწევა და შეიძლება ეს თვალით დაუნახავია და არ ჩანს მოედანზე, მაგრამ მის გარეთ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მუშაობს ეს როგორც კომპანია, როგორც ერთიანი ორგანიზმი და როგორც თქვენ თქვით ამ დავალიანებებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოვახერხოთ ის, რომ ვიყოთ არა მხოლოდ ერთ სუბიექტზე დამოკიდებული კლუბი, არამედ ჩვენ გქონდეს ჩვენი გარკვეული შემოსავალი, რომელიც მიცემს გორის დილას საშუალებას არა მხოლოდ ვალები გაისტუმროს, რომელიც დღესდღეობით ძალიან დიდი დამსახურებით გორის დილას დირექტორის ბატონი გიორგი ტუღუშის გასტუმრებულია ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც აღმოჩენილი იქნა საქართველოს და გორის მუნიციპალიტეტის მიერ, თვითმმართველობის მიერ, ასევე საკრებულოს, არ ვიცი, ყველა სტეიქჰოლდერებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო.
რა თქმა უნდა, იგივე რეგიონალური ფედერაცია მინდა ვახსენო ბატონი გიორგი რევაზიშვილის მეთაურობით, რომელიც სხვა შორის დღეს მიემგზავრებოდა ევროპის ლიგის ფინალზე დაპატიჟებული იყო სამწუხაროდ ვერ არის ჩვენთან ერთად დღეს. მაგრამ ანუ ყველა ის ხალხი მე იმის თქმა მინდა მონაწილეობდა იმ პროცესში, რომ დღესდღეობით გორის დილა არის კლუბი, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყებს ესე ვთქვათ შეერევლობას. და ჩვენი მიზანი იქნება ზუსტად ის, რომ არა ჩვენ დავალიანებებზე ვისაუბროთ გორის დილის, რომელიც ადრე ვთქვათ რაღაც მიზეზების გამო სუბიექტური თუ ობიექტური დაგროვდა. არამედ ვისაუბროთ ზუსტად იმ შემოსავალზე, რომელიც მომავალში მიცემს გორის დილას საშუალებას, რომ არ იყოს დამოკიდებული როიმელიმე ესე ვთქვათ კონკრეტულ მიმართულებაზე, არამედ პირიქით თვითონ განახორციელოს ინვესტიცია ახალგაზრდა ფეხბურთში. მარკეტინგული თვალსაზრისითაც რომ შეხვედროთ, გორის დილა მუნიციპალური გუნდია, არ არის კერძო გუნდი და დაფინანსებას ისევ ადგილობრივი ხელისუფლებისგან იღებს. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე მე მივხვდი, რომ მხარდაჭერას გრძნობთ მათგან, მაგრამ როგორც აღმასრულებელი დირექტორი თუ ყავს სხვა რაიმე სპონსორი, ვიცი ლიდერბეტია ჩვენი სპონსორი, კიდევ სპონსორებზე თუ შეიძლება ვცლად რომ ვისაუბროთ. იმიტომ რომ ფინანსებთან არის ყველა შედეგი დაკავშირებული. საკმაოდ ესე ვთქვათ დიდი კითხვა დასვით თქვენ, რომელზეც ძალიან რთული იქნება თუნდაც დავიმახსოვრო ის ასპექტები, რომ ყველაფერს კარგად შევეხო. თუმცა მინდა დავიწყო და აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ მერიის, მუნიციპალიტეტის და საერთოდ მთლიანი ადგილობრივი ხელისუფლების ხარდაჭერა, ნამდვილად გუბერნიის და ასე შემდეგ გადამწყვეტი იმისოთ, კაი სიტყვა არსებობს, ანუ გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოს სხვა შორის მე ძალიან კარგად ვიცნობ ევროპული ფეხბურთის გარკვეულ მიმართულებებს და იქაც არის ძალიან ბევრი კლუბი, რომელიც დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე. და ეს არ არის ცუდი. თუმცა ჩვენც გვაქვს იმის ხედვა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ განვავითაროთ ადგილობრივი შემოსავალი, ადგილობრივი შემოსავლის წყაროები, ესე ვთქვათ, ჩვენი მარკეტინგი, მარკეტინგული სისტემა, როგორ ავაშენოთ ჩვენი ბრენდი, ჩვენი ბრენდ ეკვიტი და ასე შემდეგ და ამის შედეგად შემდეგ როგორ მოახერხოთ ჩვენ ის, რომ ნაკლებად წნეხი განვახორციელოთ ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებაზე საიმისოდ, რომ დაჭირეთ მათ რაღაც, ესე ვთქვათ, სუბსიდიების გამოყოფა. ანუ ცოტა კომპლექსური საკითხი არის. ნუ რა თქმა უნდა, ერთმანეთზე მიბმულია და მაგის გარეშე გუნდის წარმატება. თუმცა ჩვენ უას არავითარ შემთხვევაში არ ვაგობთ დახმარებისგან და პირიქით მინდა ვთქვა, რომ ჩემპიონობაში გადამწყვეტი ფაქტორიც კი შეიძლება იყო თქო, მათი მხარდაჭერა და ალბათ ფასდაუდებელია ის სითბო, ის დახმარება თუ თუნდაც შეხვედრაზე მოსვლა თამაშის წინ და ბიჭების გამხნევება, რომლებიც მათ ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილის თანადობით, იგივე ჩვენი გუბერნატორის, რუსტიახ ბატონი ზურაბ რუსიშვილის და ასე შემდეგ ყველა საკრებულოს თავმჯდომარე არ მინდა ვინმე გამურჩეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გეთანხმები აბსოლუტურად. რა შეიძლება სპონსორებს, ანუ აი მაგითო გითხარით ცოტა ძელი შეკითხვა. დავუყოფ თუ გინდა. რა თქმა უნდა, ყავს გარკვეული სპონსორები. თქვენ ახსენეთ ლიდერბეტი, საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს მათთან. ჩვენ ვფიქრობთ კიდევ უფრო რომ გავაღრმავოთ თითოეულ ჩვენ ესე ვთქვათ ამ მიმართულებით stakeholder-თან ეს ურთიერთობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავზარდოთ რაოდენობა სპონსორების და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავზარდოთ ის შემოსავალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ სპონსორებისგან. ვინაიდან განსხვავებული მარკეტინგული სტრატეგიები არის, გვინდა ჩვენ ბევრი სპონსორი და ცოტა შემოსავალი მათგან, თუ მხოლოდ რამოდენიმე და დიდი შემოსავალი. ასე რომ ამ მხრივ ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ მუშაობა და ცოტა დროს საჭიროებს ესე უცებ სამწუხაროდ ხე. ანუ მეგონი ვარ დავძრახავ ეს რომ თქვა შენ თქვი ევროპული მაგალითებს კარგად ვიცნობ და მართლა არა სასირცხვილო რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ეხმარებოდეს გუნდს წარმატების მიღწევაში ფინანსურად. მაგრამ უკეთესად რეალიზებულია და უკეთესად აპრობირებულია ევროპაში, როდესაც კერძო სექტორი სპონსორებიდან გამომდინარე გუნდს ყავს ფინანსური ისეთი მხარდაჭერა, აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა მიღწევებში ეხმარება ზუსტად ამ გუნდს და არც გორში კერძო სექტორი, ან ეს ბიზნესმენები, რომელსაც ასე ვთქვათ, სტიმული მისცა გორის დილას თავისი ჩემპიონობით და შეუძლიათ მათ გამოთქვან სურვილი და რატომაც არა, ყავდეს სპონსორები და უფრო კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეს კლუბში. მეგონი დამეთანხმები ამაში. თუ სამსახური დაგჭირება, დიდი სიამოვნებით დავილაპარაკოთ. დადებითად გძლებთ. საქმე იმაში არის, რომ პირველ რიგში მინდა იმ თემას შევეხო, რომ
სულ სხვა რამ არის, ესე ვთქვათ, დასავლეთ ევროპა, მგული ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა და ჩვენ როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს ჩვენი რეალობა და გვაქვს ჩვენი სიტუაცია, რომელსაც ჭირდება ლოკალური ანალიზი. ეს არის მარტივი მენეჯმენტის საფუძვლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ყველა მიცის, ვისაც ამ საკითხებთან შეხება აქვს. როდესაც ჩვენ საუბრობთ, ანუ ამ მომენტებზე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ისიც, რა როლი უნდა ეკავოს ამ სპონსორს კლუბში. დიახ, რა თქმა უნდა. თუ ჩვენ შევხედავთ ამას ევროპული ღირებულებებით, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ის კლუბები შეულობენ იმხელა შემოსავალს იმ ინვესტიციებით, რომ ის სპონსორები, რომლებიც ყავს ამ კლუბებს, ურთიერთთანამშრომლობას იღებენ. ანუ მე ვგულისხმობ იმას, რომ იმ ჩადებულ კლუბს ერთმაგად და ორმაგად იბრუნებს შეიძლება ის სპონსორი. არსებობს მეორე კატეგორია სპონსორების, რომლებიც ფეხბურთზე იმდენად უზომოდ არიან შეყვარებულები, რომ მათი მხრიდან ეს არის კეთილი ჟესტი, რომელიც ხმარდება ფეხბურთის განვითარებას და მისი საყვარელი კლუბის გაძლიერებას მომავალში თუ იმ ეტაპზე. და ასე შემდეგ. ანუ შორს რომ არ წავიდეთ, უბრალოდ იმის თქვა მინდა. კი, აბსოლუტურად სწორად. არსებობს ის ხალხი, რომელსაც შემორჩა, ან კიდევ ერთხელ აქვს საშუალება რომ დაინახოს ის წარმატება, რომელიც დღეს ნამდვილად შეუძლია გორულ ფეხბურთს და გამოჩნდა რომ ეს კლუბი არის საქართველოში დღესდღეობით უძლიერესი. განახორციელოს ეს ინვესტიცია, დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო კლუბი გორის დილა გაშლილი ხელებით შეხვდება ასეთ ადამიანს და ყველანაირ პირობებზე წარმატებულად დასრულდება მოლაპარაკება. თუმცა არსებობს გარკვეული რიგი საკითხები, სადაც არც კლუბმა უნდა იზარალოს თავისი პოზიციიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, სპონსორმაც უნდა ნახოს ის მინიმალური სარგებელი, რის გამოც მათ უნდა უღირდეთ იმ თანხის დახარჯვა. გეხახები აბსოლუტურად, როდესაც დონორი გაიღებს რაღაც თანხას, ინვესტიციას ეს მარკეტინგული ელემენტარული სულა არის, როდესაც შენ ინვესტიციას გადიხარ, მისგან სარგებელს იღებ. მაგრამ ჩვენ წინა ბლოკში ვისაუბრეთ, რომ აუ ფეხბურთი არ არის არ ცხოვრობთ ჩვენ 10 წლეულით და ერთეული წლებით. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში ის ჩადებული ინვესტიცია იმ ახალ ბავშვთა ფეხბურთში, იმ კლუბებში, მომავალში მოგცემს პროგრესს და მომავალში მივიღებთ იმ სარგებელს და ანუ ქართული კლუბები ამისგან ამით მოკლებული არიან, ამ სპონსორებს გულისხმობ. მე არ არის ან ჩემი ქალაქის მაგალითზე ვინდა ვთქვა, ბორჯომი მინწყლების კომპანია გვაქვს, რავი, ნახევარ ევროპას და ნახევარ აზიას ამარაგებს მინერალური წყლებით, მაგრამ მეორე ლიგაში, პირველ ლიგაში ყავს გუნდი და სავალალო შედეგია ესეთი სიტუაცია იქ შექმნილი. რატომაც არა, ჩადონ ფეხბურთში, ფეხბურთი ნახევარი მსოფლიო ფეხბურთს უყურებს და ფეხბურთით ცხოვრობს. ასევე გორში. აქვე არ მინდა დამავიწყდეს და უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ მე მოხიბლული ვარ და გულის სიამაყით მესება ხოლმე, როდესაც იმ ხალხის რიგში შევდივარ, რომელსაც გორის მე-12 ფეხბურთელი, ანუ მაყურებელი ქვია. მაყურებელს, ასე ვთქვათ, მაყურებელის დამსახურებას ხაზი გაუსვათ და თუ სამადლობელია, მადლობას გადავუხადოთ ჩვენი ეთერის საშუალებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე საფეხბურთო წრეებში რეალებ ესე ვთქვათ უკვე როგორც აღნიშნე საკმაოდ დიდი დროა, არც თუ ისე ვთქვათ, მე არ მოვახდინდი დიფერენცირებას, მაგრამ არც დაბალ, არც მაღალ, ყველანაირ შენობებში ესე ვთქვათ და ჩემთვის იყო სიამაყის და ძალიან შთამბეჭდავი მომენტი ისეთი, რომელიც გაგაჟრიალებს ესე ვთქვათ, როდესაც მე დავინახე, რომ საქართველოში გულშემატკივარი ნამდვილად მოდის სტადიონზე, მიუხედავად ამინდისა და შეუძლია მთელი 90 წუთის მანძილზე პლუს მინუს კიდე მოსვლა წასვლის დრო ალბათ გაამხნევოს თავისი საყვარელი გუნდი. შექმნას ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო და თვითონაც მიიღოს ამ ყველაფრიდან სიამონება. მე ვიტყოდი, რომ ის ამაგი, რომელიც გაღებულია ამ გულშემატკივრის მხრიდან, ნამდვილად ვერ იქნება გადახდილი ვერც კლუბის ნებისმიერი წარმომადგენლის, ვერც კლუბის ნებისმიერი ფეხბურთელის მხრიდან. ისინი იმსახურებენ გაცილებით უფრო მეც. თუმცა ისინი ხედავენ, როგორც ცდილობს თითოეული ჩვენთაგანი. დიახ, მე მინდა უდიდესი და უღრმესი მადლობა გადავუხადო გორელ გულშემატკივარს, ლონკაცებს და ყველა სხვა წარმომადგენელს, ესე ვთქვათ, მათ ალბათ მე-12 მოთამაშეც აღარ ქვიათ. ჩვენ მინიმუმ 2 მოთამაშით მეტი მივიყავით მოედანზე და უსურვო და მოუწოდო იმისკენ, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტი გახდნენ. ფეხბურთი არის სიამონება, რომლიდანაც შეიძლება მივიღოთ სარგებელი. თითოეული გულშემატკივარი არის იმ დიდი თეატრის სპექტაკლის
მონაწილე, რომლის გარეშეც ანშლაგი ვერ შედგება. ხოლო ანშლაგი არის ზუსტად განსაზღვრელი საფეხბურთო წარმატების დონის. ასე რომ ეს არის ის რაც შემიძლია ამ სტატუსში. ფორმულა რა ფეხბურთი მაყურებლის გარეშე არ არსებობს, ელემენტარულია ეგ და უინტერესოა. ბევრჯერ ანუ დისკვალიფიკაციები როცა აქვს გუნდს და მაყურებელი არ ესწრება საფეხბურთო მატჩებს, ანუ რაღაც სხვა ატმოსფეროა რა, რაღაცა აკლია, ასეთი შეგრძნება აქვს და ბევრჯერ აღნიშნა და შენს მინდა გითხრა, როდესაც მე დავესწარი, ანუ როდესაც დახვდა გუნდს სამტრედიის თამაშის შემდეგ, მაყურებელი ღამის 12 საათზე დახვდა საკვარელ გუნდს და ისეთი ატმოსფერო შექმნეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასე მეგონა ინგლისის რომელიღაცა პროვინციის ქალაქში ვარ, რომელშიც ფეხბურთის სიყვარული ოდითგანვე დევს და მართლაც დევს გორში მინდა გითხრა, აი იმიტომ რომ ეხლა დიაბოდი გაკეთებ, მაგრამ აი იო წარმოიდგინე ესეთი მარტივი სიტუაცია არის. ჩვენ ვისაუბრეთ სპონსორებზე, ვისაუბრეთ ადგილობრივ ხელისუფლებაზე და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ ეხლა ის სიტუაცია, სადაც ნახევარი გორი გამოსული იყო ქუჩებში და აღნიშნავდა ზეიმობდა გორის დილის წარმატებას. და ეს ხდებოდა მე მგონი არა მხოლოდ ერთი საღამოს, არამედ საკმაოდ კარგი მანძილზე გრძელდებოდა. დღესაც არის მე მგონი ის ეფექტი და ის ინერცია, რომელიც მათ ემოციებს მოყვება. ეხლა მე მიგისმოთ თქვენ კითხვას. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს სპონსორები და არსებობს სარგებელი. ამ შემთხვევაში ეს სოციალური ჟინი, რომელიც გაჩნდა და ის კმაყოფილების შეგრძნება, რომლის მიხედვითაც ამ გორელმა გულშემატკივარმა დაივიწყა ყველა ის პრობლემა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაქვს, არა მხოლოდ გორში, არამედ მთელ საქართველოში და მთელ სოფლიოში და იმის სიხარულით, რომ კარგი მოხდა, გაიმარჯვა მათმა საყვარელმა გუნდმა, გამოვიდნენ, აღნიშნეს დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. იყო თუ არა ეს ადამიანობის და იმ სოციალური მომენტის გამარჯვება. იმ მუხტის გამარჯვება იყო, რომელიც მთელი 30 ტურის მანძილზე და არა მარტო ამ ხანოგური თამაშები ჩავთვალოთ და 1000 მატჩები ვნახოთ, ის მუხტი, რომელიც ნერგეს იმ გორის დილას სტადიონზე და არა მარტო გასვლით თამაშებზე ეს ასე ვთქვათ ფან-კლუბი გვერდში უდგა, ნერგეს და ნამდვილად მიიღეს მათგან სარგებელი გორის დილამ თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა. ზუსტად ამიტომ ვიძახი, სპონსორობა ეს არ არის ერთხივი ურთიერთობა და გნებავთ ეს იყოს მუნიციპალიტეტი, გნებავთ ეს იყოს კერძო კომპანია თუ ინდივიდუალური პირი, ეს არ არის ჩუქება მიღების ხელშეკრულება, ეს არის ორმხრივი ურთიერთობის საფუძვლები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, რა თქმა უნდა და ლოგიკურია, ნუ ეგონება რომ ეს არის ევროპული ღირებულების რაღაც ცუდი ელემენტი, მნიშვნელოვანია, როდესაც შენ რაღაცას გასცემ შენ რაღაცა მიიღო, დიახ, ისე რა ქვია, არ არის აუცილებელი, რომ მერკანტილური, მატერიალური თუ ანგარებით განხორციელებული ქმედება. უბრალოდ სიკეთე სითბო, როდესაც ერთი მხრიდან გაიცემა, ლოგიკურია, თუ მეორე მხრიდან ეს არ დაბრუნდება, მაშინ ჩვენ არ ვისაუბრებთ თანაბარ ფარდოვან ურთიერთობაზე. აბსოლუტურად გეთანხმები. აი ჩვენი საუბარი იქითკენ მიდის და თავიდანვე ისე დაიწყო, რომ არ მინდა არც ერთი ასპექტი გამოუჩეს წარმატებისა. ყველას მინდა თავისი წილი მადლობა გადაუხადოთ და თავისი წილი შრომა დავაფასოთ. მაგრამ მივდივარ ჩვენ ერთ დიდ, ასე ვთქვათ, აპრიორთან, რომლის გარეშეც გორის დილა, აი ჩემი სუბიექტური აზრია ეს, ამ წარმატებას ვერ მიაღწევდა ამ სეზონში. უჩა სოსიაშვილი, 25 წლის ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც აი დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ, სულ რაღაც 3-4 ჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ მასთან ურთიერთობიდან ისეთი, ასე ვთქვათ, მიდგომა, ისეთი ურთიერთობის ისეთი ურთიერთობა გამომდინარეობს, რომ ასე ჯერ კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და შემდეგ პროფესიონალის. და აგერ შედეგმას არ დააყოვნა. შთაბეჭდილებას ტოვებს? არა, რეალობაშიც ასახავს. უნდა აღნიშნოთ, მეც შენი აზრი მაინტერესებს ახალგაზრდა მწვრთნელთან დაკავშირებით, რა სიტყოდი უჩა სოსიაშვილის. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ არ გაგიფრთხილები ვარ, რომ მაგას გითხავთ. იღებულია? ჩემთვის. არა, მათ არ გავიფრთხილები. უჩა ჩემთვის არის პირდაპირ გეტყვი უნიკუმი. იმიტომ რომ გარდა იმ მიღწევისა, რომელიც მან განახორციელა, ეს არის სრულიად ახალი სიტყვა არა მხოლოდ ქართულ, მე ვიტყოდი ევროპულ ფეხბურთში. მე ვკითხულობდი UEFA-ს სტატიას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი მწვრთნელი ყოფილა და სხვათა შორის UEFA-ს ვებგვერდზე არის უჩას შესახებ საკმაოდ საინტერესო დაწერილი, რომელსაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში უმაღლესი ლიგის თავის ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვება. პირველი შემთხვევა არა? ევროპულ ზუსტად ვერ გეტყვით, ვინაიდან მე როგორც მახსოვს, იყვნენ სხვადასხვა მწვრთნელები, მაგალითად ჩვენ გორან ერიქსონი და ამ შემდეგ, რომელსაც 30 წლამდე ასაკში გამარჯვიათ.
თუმცა იმის თქმა მინდა, რომ 25 წლის ასაკი მე მგონი გამარჯვებისთვის საერთოდ საკმაოდ ადრეული ასაკია და არა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უჩამეს ყველაფერი განახორციელა. ზუსტად ამიტომ თქვი, როგორც უნიკომია თქო, რომ არა ადრეულად, არამედ ზუსტად მაშინ, როდესაც მან ეს გათვალა, მოინდომა, დაიმსახურა ის, იმის თქმა მინდა, მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ის არის უზომოდ შეყვარებული ადამიანი ფეხბურთზე. მისთვის მინდა გითხრათ, რომ პირადად დახასიათებას ალბათ გაზი არა, უბრალოდ საფეხბურთო გაინტერესებს, ჩვენი ოჯახი კარგი ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის, იმიტომ რომ თუ არ გიყვარს შენი ოჯახი ფეხბურთი და იგივე მეორე ოჯახი, დიახ. შენ იქაც ვედათ საუბრობ თქვენ სიყვარულს. კი ბატონო. ასე მე ადამიანი როგორც ესე ვთქვათ, რომელიც უყურებს მას გვერდიდან, ასევე ჩახედულია მის პირად საქმიანობაში, მინდა ვთქვა, რომ არის იმედი არა მარტო გორელი, არამედ ქართველი გულშემატკივრისთვის, რომ ის დიდ წარმატებებს მოუტანს ქართულ ფეხბურთს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გორის დილას ჩემპიონობა ერთ-ერთი ყველაზე პატარა შედეგი იქნება, რომელიც მას კარიერის განმავლობაში ექნება განხორციელებული. გასაგებია. და მე მინდა ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ექსკლუზიურად, როგორც რიგითი ინდივიდი ფეხბურთის მოყვარული, დიდი მადლობა გადაუხადო მას ამ ხელა წვლილისთვის, რომელიც მან ქართულ ფეხბურთს შეეძინა, იმიტომ რომ ანუ ოქროები ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში მისი წვლილი, რაც მან 25 წლის ასაკში მიაღწია. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ მარტო მწვრთნელის, მარტო გულშემატკივრების და ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, გარჯა არ არის ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი თითოეული მეც დაგეთანხმებით თქვი შენ და კიდე ოდნავ განვავრცოთ, თითოეული თანამშრომლის წვლილი დევს, რომელიც ყოველდღიურად მუხჩაუშრელად შრომობდა გორის დილას წარმატებისთვის. ეს აუცილებელი არ იყო მოედანზე გადაეტევა, ეს ან ესე ვთქვათ, არის სხვადასხვა ასპექტები, რომელიცაც თვითონ ყალიბდება გუნდი. ასე ვთქვათ, პრესამსახური მინდა გამოყო, რომელიც ყოველთვის თანამშრომლობს ჩვენთან, დიდი მადლობა მინდა მათ გადაუხადოთ და მეც მინდა როგორც მათი დირექტორი შენ თითოეულ მათგანზე მოკლედ რომ ვთქვა, ანუ რამხელა როლი ენიჭება თითოეულ მათგანს გორის დილას წარმატებაში. ყველა საციცავად ნამდვილად ვერ ჩავოდი, არა იმიტომ რომ არ მახსოვს, უბრალოდ ფიქრობ, ხა იქ საკმაოდია. პირველ რიგში ახლა მე მინდა შენზე ვისაუბრო ორიოდე სიტყვით, მართლა ანუ შენი სამსახურიდან გამომდინარე ორგანიზაციის ანუ ორგანიზებიდან გამომდინარე დიდი როლი გიკის დიდ როლს კისრულობ შენ გორის დილას ასე ვთქვათ ფუნქციონირებაში, როგორც რიგითი გორის დილას გულშემატკივარი, დიდი მადლობას გიხდი ამისთვის, ასევე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო აქ მობრძანებისთვის. იმედი მაქვს უამრავ კიდევ ევრო ტურნირებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა წარმატებებს მიაღწევთ და ამ რანგში ბევრჯერ მოგიწევთ და ბევრ წარმატებაზე ვისაუბრებთ. მე მგონი გაიხარე, მე მგონი ყველას შევეხეთ, ყველას თავისი წილი მადლობა გადაუხადეთ. მადლობა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებელო, რომ ჩვენს ტელეეკრანებთან ის ხედით და გვიყურებდით. გემშვიდობებით მომავალ ორ შაბათამდე. კარგად წამდებოდეთ.